დილა შვიდობის ძვირფასებო იწამით მოკლედ აქ მაქვს საჩუქრად მომიტანა გუშინ ჩემმა მეგობარმა ნათიან ხელისა და მე გადავასხამ იქეთ მაქვს ის რა ქვია მე ხა უბრალოდ სახე ამოვიბანე ოღონდ ხა კაფით ამოვიბანე იმიტომ რომ აი ეს რაც თან გამიგზავნა აბანოში არ მიდევს ხო და იქ რაც შემხდა უცებ იმით დანგა ეხლა მას წავისმე მოკლედ ორი დღეა იმ ტესტერს ვისმევ იმიტომ რომ გასვლა რომ იწევს რა მოკლედ ხო და ეხლა მას წავისმე გოდე გავუშვი სკოლაში და წარმოიდგინეთ დღეს რაღაც კონცერტი რო აქვთ გესმით ხმა თუ რამე აი ეს სკამი რო დამახსოვდა და აი ესე ჩუმებიოდ ისმის ქვემოთ ფეხის ბაკუნიც კი ისმის ქუსლებიც როგორც ჩემთან იქედან ასევე ჩემგან ქვემოთ მოკლედ ნახეთ რა არის აი ამიტომ არ მიყვარს ბინა რომ სულ რო თითის წველებზე უნდა იარო მართლა არ მიყვარს აი აღარ შემეძლია ესე ცხოვრება ძალიან ძნელია რთულია რომ არიქა ვინმე არ შევაწო ძალიან რთულია არ ვიცი თქვენ რა სიტყვით თქვენ თუ გერთულებათ მაგრამ მე ძალიან მერთულებას სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ ნახე აქ რაღაც ჩემი ძმა ამოვდიოდიო კიბეზეო და დედაჩემმა თქვა რომ ალბათ ლუძე იქნება წასული არამეო მაგას ლუდის გარეშე არ შეულიაო და დედაჩემს ელოდება რომ ამოვიდა განაალესმოდაო შენ რაც გქია ჩემზეო ძალიან კარგად გავიგონებო ეგრე ისმის ხალხო აქ ოთახებიდანაც გარეთ ხმა აი ახლა რომ ლაპარაკობ ქვემოთ ისმის მიუხედავად იმისა რომ არ ვყვირი მაინც ისმის ხო და რთულია ხალხო რთულია ყოველჯერზე რომ არიქა და ხმამაღლა არის საუბრო ან არ დავიყვირო ან რაღაც რომ ვინმე არ შევაწო ძალიან რთულია გავიკეთე ამათთან თათიანი დიხარ სკოლაშიო გავიკეთე მაკიაჟი რატომ არ ვიცი გავიკეთე ალბათ უფრო თქვენთვის თორე სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მეზარებოდა აი ძალიან კატასტროფულად ამის სავსეს არ ვსვამ, მაგრამ მაინც ამ ფისოთი დავლიო ისე ყავა. დარიჩენს ამ შემთხვევაში ტყუილა უყური და მირჩენია მე როგორც მითხრეს მოხაშო. ხუჩაბა დღეს არისო კარგი. არ ვიცი ხუმრობით მითხრა, არ ვიცი მართლაც ეგრეა. მაგრამ მე მაინც გავაკეთე. ანუ გუშინ ხომ მოვბრუნდი აერობიკიდან. ჯერ დამთავრებული ვიყავი ხალხო. რომ გაგვეგრძელებინა მაგალითად. კიდე გავაგრძელებდი და ვივარჯიშებდი, მაგრამ აი შეწყვეტის მე არის ჩემთვის აი ძალიან როგორ გითხრათ, რთული. თან მე თუ მგზავრობ, ეხა სად რომ სახლში ვარჯიშებ და მე დაჯდებიან, წამოწვევიან რამე. რარი ასე მალე როგორ გაცივდა ღმერთო დიდებულო.
ნახეთ რა გევა. ხელი რო გაუშვა უცებ ჩაქრება. შევათქობ. რეალურად ყავა. გემრიელი. უშაქ. მანქანა მაწინა ცუდად გავა. თუ ამოვედი. Simon არ ვიცი ვარჯიშიც ვერ ვინმეს თუ გემართებათ, მაგრამ მე ძალიან მშვიდდება. აი ძალიან მშვიდ. ხოდა. ფაფა შეჭამე. ბევრი არ ჭამე, სადღაც 10 კოლსი შევჭამე და მაგრამ მე უკვე რომ მოვჯობინდი, მე ჭამე რა ჭამე. მოკლედ ვიფასებო. ესე ვარ. არ მიყვარს ის ბოლოში მორჩენილი წყალი, მაგრამ მომიწევს დავდივარ. თუმცა გავუკეთოთ ახლა დილით დარეჩინი. ნახე. პროსტა ახლა არ მინდა კაცო რომ მილაპარაკო. თანხის მოგროვებას სჭირდება დრო. ყველა უცებ ვერ მოგაწვდის. იმას ჯობია ქალაქში გავიდეთ სათითაოც და რამევი ედოთ და მაგიდა გავალამაზოთ სკოლისთვის. მაგრამ არა. მოკლედ რამე სიტყვი გამოდიხარ. სუდი და ეს ჩემი ენა კიდე რომ არ ჩერდება ხალხო. არ ჩერდება. სან ცუდი ჩვევა მაგეკ რომ ვერ ვაჩერებ ენას. თუ არ თქვი რასაც ვიქ. მოკლედ ვიფასებო. ვარჯიშზე რომ დავდივარ, ეგ არნიშნავს იმას, რომ აი თუ ივარჯიშებ, რა თქმა უნდა, დაიკრებ. დაიცა ახლა უნდა დავწერო. ხო. მოკლედ ყველას კლასში არის ვიფასებო ძალიან განამაზებული ოთახები, მაგიდები, საღდგომოთ და ჩვენც მოვიფიქრეთ მშობლებმა, რომ ჩვენც გავაკეთოთ და აი ეგ იყო, რომ ანუ ხვალისთვის მაინც რომ გქონდეს მაგიდა მზად, ფული შეგროვება მე დავწერე, რომ არ მოესწრებოდა, იმიტომ რომ ზოგი მუშაობს, არ არის კი გადარიცხვა და რაღაც, მაგრამ ყველა ვერ რიცხავს, ანუ როგორც მე არ ვიცი გადარიცხვა და მსგავსი რაღაცეები არიან რამოდენიმე მსგავსად და ამიტომ ვთქვი ეგ და შევთანხმდით რომ მე ლიკაზე მქონდა ისედაც ნათქვამი რომ მე ვერ გავდივარ ქალაქში და ამიღეთ ხო იქ საგანცელარიოში რამე მაგიდაზე მაგიდის გასალამაზებლად რაც გამოდგება სააღდგომოდ და მე გადავიხდი იქ ხელფასობაზე მივალ საგანცელარიოში და მოკლედ ეს უთხარი გოგოებს დავწერე მე ესე მაქვს დაბარებული ლიკაზე თქო და ის მომიტანს მეთქი და თუ ვისაც მოგიგროვდებათ და შეძლებთ შეგროვებას თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ და იყიდოთ თქო და კარგიო თქოს შევთანხმდით მოკლედ დღეს არის კონცერტი ფილმი დივარი გუშინ კიდე აგერ უნდა გითხრათ ახლა მასწავლებელმა ჩააგდო ღონისძიება რო ქონდათ გადაიღეს თვითონ იქ ყავდა რამოდენიმე მასწავლებლები მუსიკის კიდე ასე შემდეგ რამოდენიმე იყვნენ მე მგონი 3 თუ 4 ხო და
აქვს თავისი ჯგუფი, თავისი კლასის, ყველაფერს იგდებს და იქედან ვნახე. გოდერძი რო ყვება, დღეს აქაც დავურთავ დილით. ან წინარეზე რომ მოვაყოლე, ადგა თუ არა. და ის რა ქვია, გუში. მე ისედაც ვიცოდი, მე თუ არ ვარ სადღაც, ანუ ძალიან რაღაცნაირი არის ხოლმე, მე თუ მხედავს გოდერძი უფრო მონდომებული თუ მოტივირებული, არ ვიცი რა უწოდო. ხო და ძალიან კარგად სახლშიც დგას ვიდეო არის, არ გამიზიარებიათ, არც გავაზიარებ. იმ კონცერტის ვიდეოს მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი ჩაცვლია და მომწონს, ძალიან სიმპათიურად არის. ხან იმას ეკაჩება, ხან ამას ეკაჩება და როგორ მოიკრიბოს აზრი. ვაიმე, 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 გავგიშდები. მირეკავენ. მიდი დედი, ჩვენი ქართული. მიდი და გთხოვ, ერთხელ მოყევი. გთხოვ დედი. გოდე. ნახე, ჩამხარ გიხებ. მიდი, დედი კოცო გიყვარს. ჩვენი ქართული. ჩვენი ქართული სიტყვა კაზმული სამშობლოს ფიქრი და აღმაფრენა. ჩვენი ქართული რუსთველის ენა, ილიას ენა, აკაკის ენა. ბარაქიანი ენა ქართული. გულუხვი როგორც თველში ვენახი, სამო როგორც შრიალი ხეთა, ჩვენ ხომას დედა ენას ვეძახით. გვიყვარდეს როგორც მშობელი დედა. ოჩაღდე. გადე მეორე ქართული ენა ჩვენთან ერთად. ის მეორე არა. ის პირველია. აი პირველი, მომიყევი. აბა ის ლექსი არ იყო ვიდეოდე. ვერ ნახე. მიდი და დედი. ეს გეშლებოდა იქ რომ ნახე. სახლში არ გეშლებოდა. ხელებს არ აჩერებდი, ნერვიულობდი, მიდი ეხა მომიყევი. გთხოვ დედი კოცო გიყვარს. ვერ დავდე ის ვიდეო, იმიტომ რომ მომერიდა, გეშლებოდა. სხვას არავის არ შეეშალა. მიდი და გთხოვ. როგორ იწყება ქართული ენა ჩვენთან ერთად. ერთხელ და მორჩა. დედი კოცო გიყვარს. მიდი. მიდი და მიდიდე, არ მაქვს დრო. უნდა წახვიდე მერე. რამდენს? ეგერ უცებ მოყვებით თუ არა გაგიშებ. მიდიდე. ქართული ენა ჩვენთან ერთად იბადება, იზრდება. გაზაფხულზე ატმის ყვავივით აფეთქდება. მზადხარ იყვილა მთელ ქვეყანას გააგებინ ამ მადლიან მიწაზე ქართველად დაბადებულს ვერავინ მოგაშლენებს ქართულად ლაპარაკს. ენა დედა შენი, იგი უნდა დავყო როგორც შეგიძლია, რითაც შეგიძლია. ხო გწოდნია დედიკო, რა მოგივიდა? კი გამიცირდა მასობაში ხალხმა ეს ყავა. ხო და იმ ვიდეოს დავურთავ გოდეს დღეს დილით რომ ვათქმევინე. ლექსი და ის სიტყვა რაც ჰქონდათ ძალიან კარგად მოყვა, მაგრამ ნახეთ, როდესაც რაღაცა ვიწყდება, ფიქრობს და მე იხსენებს მაინც. არ მომეწონა ვიდეო რა შუაშია. ის არ მომეწონა. ბიჭოს გოდეს მოყოლა. ვიდეო რა შუაშია. ეხა დამიწეს ვინმე გესწავლებინაო, მაგრამ ნახავთ რომ იცის. უბრალოდ ვიდეოშიც კი ეთყობა რომ რცხვენოდა ძალიან. მე აბა ქუთაისში წაგვიყვანეს ჩვენ
გაიღვეძა რომელიღაცა. ქუთაისში წაგვიყვანეს ექსკურსიაზე და სხვების ლექსებით მე მოვუყევი. იმათ რომ დაავიწყდეთ ნერვიულობისგან მაგით. ხმერთ რამდენჯერ არ აგონებს. ბავშვი ყოფილა. მოკლედ ესთე. ნამცხვები მაგამოსაცხობი ღმერთო რამდენი მაქვს გასაკეთებელი. საცივი გავაკეთო. საცივს არ გავაკეთებ შაბათამდე. შაბათ ღამე გავაკეთებ. მანამ არ გავაკეთებ. ხუთშაბათს ფლავი მინდა გავაკეთო, ტკბილი. დილითვე გავაკეთებ. იმიტომ რომ მე ხუთშაბათს ვარჯიში მაქვს მივდივარ. ხო და მოუკლედ ამ დღესასწაულები კი კარგია, მაგრამ მე ჩემთვის არ ცუდი. რა გავაკეთო ეხლა მე? საჭმელი. ცოტა ლობიო მაქვს, ფაფაც მაქვს. გუშინ სოუსის გაიძახნა, ლობიო რომ მაქვს სოუსის გაიძახიან, სოუსი რომ მაქვს ლობიოს. ვერ გავუკე ამათ რა უნდათ. ყველი მაქვს კაი, გოდეს ხაჭაპურს გამოუცხობ. ამათ ეგ არ უყვართ. ამათ სხვა რამე უნდა გავუკეთო. ცომი მიდევს მაცივარში და აწი გავითვალისწინებ, რომ ცომს მივაწერო რისია. მახსოვს, რომ უსაფუარო ცომიც ჩავდე და გავყინე და ეხლა არ ვიცი რომელია. ეგეთი დღეც სამიდგა ხარ. ჩვენთან. სარეცხი მაქვს ცოტა გარეთი საკეთ უნდა შემოვიტანო, ესენი მოუხსნა დავკეცო. ალაგ-ალაგ მიკიდია უკვე. რაბოდენი მე რომ მოუხსენი. ხო, დროშა დამრჩა და თანთას გავატანე, დროშა და ყვავილი გოდესთვის. ერთითანი აი ამ ზომის არის პატარა ტიდა და ხელოვნური რა თქმა უნდა და იმ ზომისვე დროშა. ღონისძიება რო აქვთ იქ. სჭირდებათ მოკლედ იმედია ვინმე გადაუღებს და სადმე ჩემი შვილიც გამოჩნდება. თუ აცეკვებენ რა თქმა უნდა მე მგონი ცეკვით გამომყავსო თქვა იმ კაცმა და ნახოთ აბა რა იქნება და როგორ. არ ვიცი ზუსტად რა ხდება და მაგიტო. ეხლა დღეს მაწონი მაქვს და დღეს მექნება კოქტეილის დღე, არ ვიცი ვადა გასულია თუ არა. არ ვიცი ძირფასებო კი ვადა გასულია 03:30.
30.03.25 აწერია. არ ვიცი ახლა შეამჩნევთ და გამოჩნდება თუ არა, მაგრამ ესე აწერია, თუმცა არა უშავს. კითხვით სკინტლიანიო, მაგრამ მე მაგის სიმართლე რო გითხრათ, არ მჯერა, თუმცა ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ კიდევაც, რომ როგორც მალაკოები და ასეთ რაღაცეები, ეგერი მკაცსაც ედო, არონ ხანიო თუ ვინც არის რა მოკლედ, იმასაც ედო, რომ რაც არის დაბაჭკული ან ესეთები დაკონსერვებული და რაც იყიდება, არც ერთი არ ვარგა. არც რძე, ერთი გოგო თლაჩხუბი არ იყო რა. თავისი ცოდნით მჯობნიდა ვითომ რა თხან განათლებული იყო და დიპლომიანი, რომ აი ძროხის რძე არა, სანდეს რძეს ხიდულობდა და ვაიმე ეს ჯობია, ვიცით მაინც რას ხია, რა იცოდა რა ეს ხა. ხო და ძროხის რძეს არ ასმევდა ბავშვს. იმიტომ რომ ნახე, მე ბავშვისთვის, ფაფისთვის ვიყენებდი და თვითონ რომ რაღაცას აკეთებ და ვაწვდიდი, რომ აი მაქვს ძროხის და თუ გინდა ეს გამოიყენე და არა, ეხო მომაქვს სანდესი. ხო და იმ კაცმა თქვა, რძე არის რაღაც ფხვნილები, რასაც გახსნიან, ჩვეულებრივად ჩაასხამენ და შენ გონია, რომ არის რძე. ხო და მოკლედ მე ვერ ვილაპარაკებ მაგის მსგავსად ეხა იმან როგორც არის, მაგრამ ბევრს გეყოლებათ მაგი გამოწერილი, YouTube-ზეც არის, ინდოელი კაცი რო არის და ბევრ კარგ რჩევებს რო იძლევა, აი მაგას მოусმინეთ და გაიგებთ მე თუ ვიტყუები რამეს. ხო, კიდევ ჩაწერა, მე დაუწერე იმ ბიჭს კომპოტებთან დაკავშირებით და მე კიდე ჩაწერა ამ ბიჭმა ისევ ვიდეო ამასთან დაკავშირებით. აი. მოკლედ არ ვიცი ხალხო რა გითხრათ. მე რომ ვაკეთებ, მაგალითად, ხო იცით რომ ვაკეთებ ხუფავ კომპოტებს. მარტო მე კი არა, იმდენი ადამიანი აკეთებს, ხო? აი იმდენი. და მე რომ ვაკეთებ ის არაფერი არ არის იმათთან შედარებით. არავინ არ ხარშავს კომპოტს, ვაიმე ბევრჯერ ვთქვი ეგ და მაინც იგივე და დამეზარა მე, აღარ მინდოდა უკვე აზრი არა აქვს ადამიანი რომ ჩაიხვევს, აგეუბნება ერთსა და იმავეს, მაშინ შენ ცოტა ჩაიხვიო და მე ვეღარ გააგებინებ ყველა აზრი არ აქვს. რაღაც ჩაიებს რომ სვამთ პირდაპირ. ფუყურებდი, მე მგონი სომეხია ის ქალი. იუთუბერი არის, ბლოგერი არის. ჩვეულებრივად ოღონდ კულინარიული განხრით და ჩვეულებრივად კენკრა გინდა რაც გინდა შენახულიც აქვთ და მე დუღარეს რო დაასხამენ და სვამენ, გინდა მოკლეფენ მცენარეს გინდათ თუ ასკილი და რაღაცებს რა და იმაშიც დუღარეს ხავს. ეგრე ვაკეთებთ კომპოტსაც. ხო ხედავთ ყველა, დუღარეს ვასხამთ მხოლოდ, ადამიანები აკეთებენ მაგას ორჯერ. მე არ ვაკეთებ ორჯერ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მე ძალიან გადამკვდარი იქნება ყველაფერი თქო და მე ვაკეთებ ერთხელ ვასხამ დუღარეს და ვხუბ. ხო და კი შეიძლება ესეც არ ვარგა, წლობით თუ გაქვს, მაგრამ 3 თვეში და 4 თვეში რო ილევა, ეგ რა ვიცი, ჩემის აზრით არ არის საშიში და თუ გინდათ შაქარი არც გაუკეთოთ, ეგრეც შეინახეთ. მაგას მაინც ხილს თავისი სიტკბო ექნება, კი წყალი ბევრი, მაგრამ ნახეთ როგორ აკეთებენ. კახეთში მე მაგალითად ჩემი დის დედამთილის კომპოტები რომ ნახე, ძალიან ბლომად იყო ნაყოფი, როგორ გითხრათ, ეს რომ 3 ლიტრიანი ქილა იყოს, აი აქამდე კომპოტი. ჩვენ ვაკეთებთ, აი აქამდე ხილს, კომპოტი მეთქი, ხილს, კახეთში ვნახე, რომ აი აქამდე იყო ხილი და ცოტა წყალი და უშაქრო რომც გააკეთოთ ეგეთი, იქნება ტკბილი წვენი.
კომპოტი გეიქნებათ ნახდი კარგი რა ვიცი ხო და არ უნდა ადუღება არ ვადუღებთ არ შეერა ადამიანს რაც გააკეთებთ სხვას ამაზე თან იმასაც საუბრობ და ასე მიწერდნენ რომ ამით გაიზარდნენ ჩვენი წინაპრები ბებიები და ასე შემდეგ არ ვიცი რომლის გამოიტანა როგორც მე დავწერე ისე ჩემსავით ბევრმა დაუწერა მაგრამ გამოიტანა რომელიღაცის კომენტარი და იმას პასუხობდა აი ეგრე ყველაფერს აი ნახეთ ხილიც კი რაღაცით არისო მოყვანილი მაგრამ მაინც ცოცხალი არისო იმ კაცმა და მაინც ჯობია ხილი გინდა თუ ფოსტნეული მაინც ჯობია აი ასეთ რაღაცებს გინდა ნატურალურ წვენებს ვითომ ნატურალურ წვენებს რო ყიდიან გოგოები რო ვითომ დიეტაზე რო არიან და 0%-იანი მინდა ის საერთოდ არ შეიძლებაო ყველაზე უარესი ეგ არისო ხო და მოკლედ ესეთი ამბები ძირფასებო ეხლა გავაკეთოთ ჩვენ კოქტეილი დღეს გვქონდეს კოქტეილის დღე მე დამეტანი რა შეჩეული რომ ვარ ჭამას ბავშვობიდანაც სამი თვე ვიყავი ყოფილთან იქ სოფელში დედამთილთან ანუ ყოფილ დედამთილთან და იმდენად გადამაჩვიეს ჭამას აი იმდენად რომ დედაჩემი სუკიოდა ჩემ ჭამაზე შევჭამდი 2-3 ლოყმას და всё არ მეტევა მოცილი მტკივა მაცხარი ვარ ვამბობდი და მე დედაჩემა დამაწყებია და ეხა გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე რომ აი რას ვეჭერებდი რომ ჭამე ეცახა ჭამე არ მეჭამა თქო რომ მე უკვე თავისთავად ეჩვევი ადამიანი ესეთი ამბები ხო იცით კოქტეილს როგორ ვამზადებ იცით მაგრამ ბევრჯერ მკითხეს ამასთან დაკავშირებით და მაგიტომ გადავწყვიტე კიდევ რო გაჩვენოთ და მეც შევჭამა და გასულ მაწონს გუშინ ადამ ეძახო და პამიდურის საწებელი და ის შეჭამა რა ქვია პური ერთად დედა გადამიღელა ეგეთი იყო მაგრამ კინოს უყურებდი ჩემი კინო გადიოდა წუხელ ხო და ამიტომ დედიკო რომ გამოვიდე მე ვერ მოვძებნი თქვა ნუ პოსტს დებენ რომ აი აქ უნდა შეხვიდეთ რომ ლაივს უყუროთ ხო და მე მაგას სად მოვძებნიდი მუხრანი არ მომეხმარებოდა ჩემი კინოს უფეხებზე კიდია ასე რომ ესე ხო რის თქვა მინდოდა აი რომ ეკამ გადაწყვეტა თუ თქვენი სურვილი იქნებაო მთელი ზაფხული შემიძლია გავაგრძელო და მე გამეხარდა მაგრამ მე დავფიქრდი მთელი ზაფხული თათია აქ ვერ იქნები არც იქნები ჩემი შვილების გამო სუთა ჰაერზე რო იყვნენ უფრო მეტად სოფელი სჭირდებათ ამათ იქნებით უფრო მეტად საჩინოში ჭკალში ცვივლით მაგრამ უფრო მეტად საჩინოში იმიტომ რომ საჩინოში არც ხელა იმდენად ბევრი ხეები გვაქვს ეზოში ჩვენ ხო იცით რა ჩემი ეზო დაბურულია თითქმის იმ სიმაღლე ხეები არის არც ხელა თითქმის წყალიც ახლოს მაქვს ჩავირბენ ხო და მოკლედ ესთე იქ ჭკალში შორს არის და ვერც დავდივართ ხშირად და მუხას უთხარი პარასკევს რომ მოხვალ გავალთ პარასკევი შაბათი კვირას ისევ საჩინოში მომიყვანთ ისე გადავწყვიტე ხო და ესე ჩემო კარგი დედაჩემს ვეუბნები ესენი ჩვენ დედაჩემს ხო აქვს იქ თავის სახლი ანუ სახლი არ დგას მან ეზოში მაგრამ სადაც დედაჩემი გაიზარდა დაიბადა ჩემი და რო არის გათხოვილი აი იქვეა ხო და იქ დადიოდნენ იქნება სადღაც 6 კილომეტრი მაინც არის 5-6 კილომეტრია ფეხით დადიან წინ და უკან პატარა თხილნარი აქ ბევრი არ არის მაგრამ მაინც ხო სჭირდება რომ წახვიდე მოუარო მოგრიფო მოაგროვო ან რა ვიცი
მე ჩემს დასაც აქვს იმ კახელს იქვე გვერდზე სახლი დგას მან ჩემი დის სადაც არის ხო და მოკლედ ესენი ივლიან მე საჩინში დავრჩები სახლს მოუვლი ბავშვებს მოუვლი რა კიდათ მეთქი თქვენ ხო და ესე იქნება ესე გადავწყვიტე თან ვიდეოებიც მექნება მოკლედ და კონკრეტულად კარგი გავაკეთოთ ეხლა ჩვენ ეს ჩემს ჭიქაში არ დავკლებულ ვარ გრამი არა მიწონია მაგრამ გრძნობისედაც თუ დავიკლებ ასე რომ არ ვარ დაკლებული გრძელი კოზი მაგრამ მგონი ჩემი თვის საგნებია ფანჯიშზე ორი მაგნევია იმიტომ რომ ერთი რომ მაქვს ძვრებას უუთმან და მეორეს ვიკეთებ და არ მეშლება ცოტას ვტოვებ რომ მე ვაკეთებ მაგასაც ახეთ ერთი კოვზი ხოლოდ თქვენ მეტი არ გააკეთოთ მე მაწვნის გემო არ მიყვარს და ამიტომ საერთოდ მაწვნი რო არ მიყვარს მაგიტომაც არის რომ ვამატებ თახი მაქვს სარკიდელი თორე ეს ხა მაქვს ხო იქნება ეს ჩაის კოვზი გადავაწუწე ძალიან პატარა ხალხო და მაგიტო დავამატე უნდა ერთი ჩაის კოვზი მხოლოდ და მხოლოდ იმას მოვიტან თავაპაუზე და მოვა მოკლედ აი 5-8 ცალიდან ჩაღუნდეს ძალიან პატარაა და ერთს ეხა გამოვიყენებ ეს მეცხრე გამწულა კარგად გასკდა ეგ ეხლა ნახეთ რამდენი გამიფუჭდა მაცივარში ბავშვებს გეფიცებით მართლა ეს რამდენი ხანია იქეთ მიკიდია და ეხლა ამაშიც ორი ცალი დამპალიედო და გადავაგდე მაგრამ მაცივარში მალევე გამიფუჭდა ჩემი მაცივარი რაღაცა ვერ არის მე მგონი და არ არის დიდი ხანი რაც გვაქვს და არ ვიცი რა მოხდა ასე აღარ ერთი მუხა რომ მოვა და შევახედო მე ესენი მიყვარს და მყრი ცოტა უფრო მომჟავო მიყვარს თქვენ თუ გინდათ არ ჩაყაროთ მას ვხეჭავ მე რო შემხდება არაფერს არ ვაკეთებ ისეც
უფრი რომ მივაწუწე, აი იმას არის რომ წნევ. ეს არის ძვირფასებო კოქტეილი, მეტი კი არაფერი. მარტო აი ეგ. აი ასე. ეხლა ამას ჩავამატებთ. ამაზე მოვახიე, აქ მიდევს რაღაც და წერტილი. აი ესე მოურევთ ამას კარგად, ვისაც ხელის ბლენდერი გაქვთ და აბლენდერეთ. იმ ბლენდერში არ ვიცი, მე არ მიცდიათ, რომ მეც ხომ აქვს იმის ჩვეულებრივი ბლენდერი. მაგრამ რა ვიცი, მე მგონი რა მნიშვნელობა აქვს, თუმცა ხელისრეჯობია, მაგიტო გეუბნებით, თუ გაქვთ ხელის ბლენდერი და აბლენდერეთ და მთელი დღის მანძილზე მხოლოდ ეს მიეთვით. ნახეთ, რა თქმა უნდა დაიკლებთ, თუ მოძრაობთ, თუ ვარჯიშობთ, 2 კილოს დაიკლებთ, მაგრამ როგორც ადვილად დაიკლებთ, ისე ადვილად მოიმატებთ ხალხი, თუ ბოლოს რამეს არ გააკეთებთ. ანუ ცხოვრების წესს ჯანსაღად არ აქცევთ. რაიმე რა კარგად მომიფიქრე ეგრე ხა. ასე რომ, რა ვიცი ძვირფასებო რა გითხრათ. ეხლა მე გეუბნებით, რომ მართლა დაიკლებთ, მაგრამ გარანტიას არ გაძლევთ, რომ არ მოიმატებთ. მოიმატებთ ჩვეულებრივად, როგორც მე მოვიმატე დაკლების მერე 53 კილოზე დავედი აქედან. ამით. ხო და მერე გამიჭირდა, ანუ ძალიან დაბალ წონაზე რო ხარ და თუ არ მოძრაობ, არ ვარჯიშობდი არც არაფერი. ეხლა მე მაგალითად ეს რო გავაკეთო და გავაგრძელო და ეს ვარჯიშები არ მეზარებოდეს და ვაკეთებდი, ნახეთ როგორ არის. იქ რომ აერობიკაზე რო დავდივარ, აი სამივე შვილებს გეფიცებით. მერიდება რომ მაგალითად მეტი და მეტი გავაგრძელო, რომ ადამიანი ითვლის 15-20-მდე იმას ვაკეთებთ. კი მეტი შემიძლია და მინდა რომ გავაკეთო, მაგრამ გამოდის ესე. მე ერთზე რომ დაითვლის 20-მდე ან 15-მდე, მე მოსდევს კიდე სხვა ვარჯიში, კიდე სხვა რამე, ანუ ბევრ რაღაცას ვაკეთებთ. ბევრს. მარტო ერთი ვარჯიში არ არის. დახურება. ეხლა არ ვიცი მე სახელები იმას რა ქვია კიდე ვარჯიშებს ვერ გადავიღე. ჯერჯერობით ვერ გადავიღებ. გადავიღებ სანამ დავამთავრებ, ჯერ ივნისამდე დრო მაქვს. ივნისის ბოლომდე ვარჯიშობთ. მაგრამ როგორ დავრჩები მთლად ივნისის ბოლომდე არ ვიცი ძვირფასებო, იმიტომ რომ გოდეს სკოლას რომ რჩება, მუხა ამბობს, რომ წავიდეთ საჩინოში, ორახანს შენ საჩინოში კიდე წასვლა, წავიდეთ, წაგიყვანო ბავშვების გამო და მერე თუ გადავწყვეტეთ, მოვახერხეთ, მოგვიხერხდათ სემში წასვლა, ნახოთ ჯერჯერობით, ეხლა არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი და ამიტომ ნახოთ. თუ მოგვიხერხდა, იქიდან წავიდეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს. ესეთი ამბები 15-მდე არის, მე მგონი სკოლა. მე გამიმართლა მაგ მხრივ. ძალიან მინდა მე მაგალითად ივნისის ბოლომდე რახან არის ვარჯიში დავრჩი, მაგრამ მოხას არ მინდა. ცუდები არიან ბავშვებიო და იქაც თუ ვერ მოახერხეთო წასვლა ცემშიო, მერე სოფელში მაინც იყვნენო მთელი ეს პერიოდი ის მიჩემიაო თქვა.
მაგრამ არ მინდა წელი გავუწინო, რაც არ უნდა იყოს, ძალიან მოვინდომებ. როგორ მე რო წავიყვანო. ეს იყო და ეს ძვირფასი ხო ჩემი დილა მეტი კი არაფერი ეხა წავედი მე ამას დღეს მანძილზე მივიღებ დღეს თან წავვარჯიშებ კი არა დავდგები და ოღონდ ერთი ის მუსიკები უნდა მოვძებნო მუსიკებთან დრო ისე გადის რომ ვერც ხვდები და ბევრი რო ხართ აი გინდა აი რო უყურებ მე მეტიც შემიძლია ეგეთი ხარ და მეც გავაკეთებ იტყვი ეგეთი ბევრი რამე მეტი შევძელი, მაგრამ რამოდენიმე რაღაცა იმდენად მეტი ვერ ერთ გოგოს. ხო და ძალიან მიხარ. იქეთ უფრო მეტად შევძლებ. ნეტა ყოველ მეორე დღეს მაინც იყოს ვარჯიში. სექტემბრიდან ეკნებოდეთ ამ ცოლქმარი არიან ესენი. გოგო მუშაობს ჩვენთან. ხო და თავისი დარბაზი რო ეკნებოდეთ და სექტემბრამდე მოასწრებდნენ დარბაზის გახსნას, მე ვივლიდი ისევ ამ დროს ვივლიდი. ისევ ეს დრო მაწყობს, იმიტომ რომ მუხა წამიყვანს და მაწყობს ეს დრო. თან ბავშვებიც მამასთან იქნებიან და მოკლედ ესე ჩემოკარგებო. მე გაჩვენებთ მაინც მე რას ვარჯიშობ, მაგრამ გაჩვენებთ მაისის ბოლოსკენ ესე გადავიღებ. ჯერ ნახეთ რატომ არ გაჩვენებთ, რომ მინდა რომ დავიზეპირო თუნდაც. იქ თუ ვერ შევძელი გადაღება, მაგრამ ვთხოვ და კუთხეს ერთი დღით მე ვითხოვ, კუთხეში არიან ორი გოგოები და ამიტომ მე ერთხელ ვთხოვ, რომ მე დავაყენო კუთხეში რომ გადავიღო ვიდეო. ისე, წავედი აბა, ბედნიერად, მშვიდობიან დღეს გისურვებთ პოზიტიურს, ნაყოფიერს, რაც მთავარია და წავედი, დროებით.